ილონო თოდუა არის ესეთი სასამართლო კლანის ერთ-ერთი წარჩინებული ნეპოტისტი, მისი ქმარი ლაშა სულთანიშვილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტის ეროვნულ ბიუროში მუშაობს სპეციალისტად. ილონას დეიდაშვილი თეა დიმისტარაშვილი არის მოსამართლე, მისი ბიძაშვილი ლევან აფხაზავა არის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი, მისი დეიდაშვილი დავით ჭედლიშვილი გახლავთ კანცელარიის, სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელი. ილონამაც ახლა ამდენი იშრომა, ამდენი იწვალა, ამდენი იმონა. და ახლა ყველას მოუწია სამსახური. ეს მარტო ილონაში კი არ არის და პაატასილაგაძეში საქმე და ან ჩიჩალა. ყველა ეგეთია. ანუ აქ რამდენიმე кейს გიყვებით, რომ უბრალოდ წარმოიდგინოთ 5000 ლარით ვინ აჯარიმებს ადამიანებს, 18-19 წლის ბიჭებს ვინ უშვებს ციხეში, ამის უკან როგორი ნეპოტისტური დამოკიდებულებებია, ობიექტური სასამართლოს კლასიკური მაგალითია ფატონი ალექსანდრე. 2014 წელს იყო ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე კასპის მუნიციპალიტეტში. შემდეგ გახდა ნეიტრალური, ისწავლა იურიდიულზე, გახდა მოსამართლე, საერთოდ არ იქნება მიკერძოებული პარტიულად. ეს ჭკუი დაინიშნა. მისი მამა ლევან გზირიშვილი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და სანამ შვილი არ დაინიშნა მოსამართლედ, ფეხი არ მოიცვალა იქიდან. აი შვილი რო დატოვა უკვე, მერე კი წავიდა პენსიაში.